მოდი გადავიდეთ ახლა ამ მოკლეობაზე და განვიხილოთ პირის სწორი განლაგება. როგორც ხედავთ ვიდეოში, ასეთ პოზიციაში მყოფი პირის განლაგება არის არასწორი, რადგანაც ჩვენ შიდა გულს ვამუშავებთ და არა სისქეს, ამიტომ მთელი სიბრტყით უნდა იყოს მიდებული ფჩხილთან, რათა თანაბარი სისქე, სივრცეებიდან გამომავალი თანაბარი სისქე თავისუფალ კიდემ და იყოს ერთნაირი. აპარატის პირის დადებისას მიაქციოთ ყურადღება, სამუშაოდ მონაკვეთი წვერი არ არის, არამედ ცოტა ოდნავ ქვედა ნაწილი. ესე იგი, წვერით მუშაობას, წვერით დაჭერას არ ვახდეთ. აპარატის პირს ოდნავ უფრო ვასწორებთ, ანუ უნდა იყოს წვერი აწეული ფჩხილიდან, რათა ამოიქლიბოს სწორად და ლამაზად ეს ზედმეტი მასალა. ნახეთ, ქვედა მხრიდან ფჩხილი რაც მოიჩანს, ანუ არ არის სავალდებულო, რომ მთლიანად ამოვიღოთ. შეგვიძლია მისი თანმიმდევრული გადასვლა მოვახდინოთ, რადგანაც თუ იმ ადგილზე ჩვენ ესე დავტოვებთ, ისე ამოვიღებთ ფჩხილს, რომ ყიბესავით დარჩება, ყოველთვის მომხმარებლები დაუწყებენ ჩიჩქვნას და თავისთავად დაზიანებას ფჩხილისას. თან ჭუჭყმა ციცის შიგ ესე ვთქვათ ჩარჩენა. ვიწყებთ ახლა ამ მოკლებას, ჯერ პირველ რიგში თავისუფლ კიდეს ვამუშავებთ, ანუ წინა მხრიდან ვათხელებთ და პერიოდულად ფჩხილი უნდა ავწიოთ ზემოთ და შევამოწმოთ 1 მმ სისქის ფჩხილი თუ არის. თან მიმდევრობით მივყვებით და ვათხელებთ ზედმეტ მასალას და ვათანაბრებთ ნატურალურ ფჩხილს ხელოვნურ საფართან. გადასვლა აქაც როგორც ზედაპირზე უნდა იყოს, ესე ვთქვათ, შეუმჩნეველი ერთ სიბრტყეზე. ნელ-ნელა მივყვებით, ნელ-ნელობით, აპარატის პირის მთლიანი სიბრტყე მუშაობს ფჩხილზე და ვიღებთ ისე ნელ-ნელა ჩავდივართ სინუსებთან. აქ თან აქვე ვატყობთ, რომ გიპონიხსთანაც უახლოვდებით, გიპონიხს არ უნდა შევეხოთ, რადგანაც ვიცით, რომ ნერვული დაბოლოებები აქვს და არ უნდა დავაზიანოთ, შემოვუვლით და ისე ვაგრძელებთ მუშაობას. ამ მხარეს ვხედავთ, რომ ჩხილი თითქმის მთლიანად ამოვიღეთ და ნელ-ნელა უნდა გადავინაცვლოთ მარჯვენა მხარისკენ. დავაკვირდი ახლა და ამ ადგილზე ოდნავ სისქე მქონდა და არ მომეწონა და ვამუშავებ ნელ-ნელა. წიოთ ახლა ფჩხილი და ხედავთ, რომ მარცხენა მხარე კარგად არის დამუშავებული. გადავინაცვლოთ ახლა მარჯვენა მხარეს და ნახეთ, აპარატის პირი არის დიაგონალზე, რადგანაც თუ სწორად მივადებთ, ბრუნიდან გამომდინარე გადახტება ფჩხილი და ზედაპირზე გადაივლის და გაგვიფუჭებს ზედაპირს. ამიტომ დიაგონალზე გვიჭირავს და ნელა-ნელა ჩავასუფთავებთ იმ ადგილს და ამოვიღებთ ზედმეტ ნაწილებს. ახლა დავაკვირდეთ და ვხედავთ, რომ ოდნავ კიდე გვაქვს დარჩენილი სისქე და ვამუშავებთ ისევ მთელი სიბრტყით არის აპარატის პირი მიდებული. ფჩხილთანვე ვატრიალებთ და ყველა მხრიდან ვამოწმებთ, რომ არცე ზედმეტი სისქე არ დაგვრჩეს. გადავინაცვლეთ ნელა სინუსებისკენ და ასე ვთქვათ, ჩავაშლიფოვკეთ ნატურალურ ფჩხილი ხელოვნურ მასალასთან. მივუახლოვდეთ სინუსებთან დარჩენილ კუთხეს, ნელ-ნელობით მივიდეთ. თანაც დიდი თითით ბალიში, ფათითის ბალიში კარგად უნდა გადავწიოთ, რომ მხედველობის არეალი გქონდეს. აი ეს პატარა ქინტი რაც იქ კუთხეში რჩება, იმას შემდეგ ნუნების ფრეზით ამოვიღებთ. ისევ ავწიებ ფჩხილი და ვაკვირდებ, რომ მარჯვენა მხარეს სულ ოდნავ სისქე მაქვს დარჩენილი, რაღაც არათანმიმდევრობა გვაქვს, აი აქეთ ამ მხარეს და აი ამ ადგილს შიდა მხრიდან დავამუშავებ და ავყვები ისევ. დავაკვირდეთ ფრეზის მდებარეობას.
ვაკვირდებით ისევ ჭხილს, შიდა მხარეს, ყველა ადგილს ვამოწმებთ და ვხედავთ, რომ სინუსებიდან გამომავალი სისქე ჭხილის არის თანაბარი, გარდა იმ კუთხისა, რომელსაც ამოვიღებთ ნუნების ფრეზით, ოღონდ ახლა აქ რას დავაკვირდეთ. ნუნების ფრეზა შიგნით კი ავწერთ, არამედ შიგნით და გარეთ გამოყოფ, ანუ მოძრაობა არის ესეთი, ფრეზას დავადებთ ადგილს და ჩვენსკენ მოგვაქვს აპარატი, დავადებთ მოსახლეობ ადგილს და ჩვენსკენ მოგვაქვს აპარატი და ესე ამით ჩვენ თავიდან ავიცილებთ სინუსების დაზიანებას. ასევე გადავყვები ნაპირებსაც, დავამუშავებ, რომ იდეალურობამდე მივიყვანოთ ჩვენი შიდა მხარეს. ბოლოს კი შემოვყვეთ კლიპით, რადგანაც ამოქლებისას შეიძლება მიკრო უსწორ მასწორო ადგილები გაგვიჩნდეს და რბილი კლიპით, ესე ვთქვათ, საბოლოო იერსახე მივცეთ თავისუფალ კიდეს. ასევე გვერდებსაც ესე ჩამოვყვები, ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ საბოლოო ყველაზე ისეთი იერსახე ჰქონდეს ჭხილის ზედა, ანუ პერფექციონიზმი გამოვიყენოთ ახლა. დავუკვირდეთ წინა მხრიდანაც და აპარატის პირით ახლა დავამუშაოთ გვერდითა ბალიშები, რადგან თუ ზედაპირი იდეალური დამუშავებული არ იქნება, დაქლების გარეშე ჭხილის გამაგრება ამ შემთხვევაში არ გამოგვივა. ამიტომ ყველაფერი მიგვაქვს იდეალურობამდე ვამუშავებთ ყველაფერს ისე, რომ იდეალური ზედაპირი მივიღოთ.